მოგესალმებით. გიგზავნით ახალ ვიდეოს, სადაც უფრო მარტივად აგიხსნით და მარტივი მეთოდით შევიმუშავებთ იმისთვის, თუ როგორ უნდა შეხვიდეთ ონლაინ ლექციებზე. პირველ რიგში, რომელ მასწავლებელსაც არ გაქვთ ჯერ Zoom-ის პროგრამა თქვენს კომპიუტერში, მე მეილში გამოგიგზავნით აი ამ ლინკს, რომელზეც გადახვალთ და ავტომატურად პროგრამა ჩამოიწერება კომპიუტერში. როდესაც პროგრამას დააყენებთ, აი ასეთი პატარა ნიშნული გაჩნდება თქვენთან ეკრანებზე და ეს არის Zoom-ის პროგრამა. ამის შემდეგ გახსნით პროგრამას Zoom-ს და გამოგიჩნდებათ ასეთი ველი. იმისთვის რომ თქვენ შეიყვანოთ თქვენი Zoom-ის უკვე არსებული, ანუ დარეგისტრირებული მეილი და პაროლი, აირჩევთ მეორეს. რადგან უკვე თქვენ ყველამ გაიარეთ Zoom-ში რეგისტრაცია, ვინც არ გაიარეთ, კოლეჯმა დაგარეგისტრირეთ და მეილებზეც უკვე გამოგიგზავნეთ თქვენი იმეილი და თქვენი კოდი, ზუსტად აი ამ იმეილს და პაროლს შეიყვანთ აი აქ. პირველ ადგილზე შეიყვანთ იმეილს, რომელიც მე მოგწერეთ. მე ახლა ჩავწერ ჩემს მონაცემებს, რომ გავხსნათ თვითონ Zoom-ის პროგრამა. მონიშნავთ აი ამ გრაფას, ეს მიუთითებს, რომ ყოველ ჯერზე შესვლისას აღარ მოგიწევთ ხელახლა თქვენი მონაცემების ჩაწერა და ყოველთვის, როდესაც კომპიუტერს ჩაართვით, ავტომატურად ჩაირთვება Zoom-ის პროგრამაც. ამის მონიშნის შემდეგ აირჩევთ აი ამ ლურჯ ღილაკს. თუ თქვენ სწორად შეიყვანეთ მეილიც და პაროლიც, გაგეხსნებათ უკვე Zoom-ის პროგრამა, რომელიც აი ასე გამოიყურება. პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენ ყოველ ჯერზე აღარ მოგიწიოთ ახალი შეხვედრების ორგანიზება, გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ერთი შეხვედრის ორგანიზება, რომელსაც გამოიყენებთ ყოველი ლექციის დროს. პირველ რიგში, აი ამ სტაფილოსფერი ნიშნულის ქვემოთ ჩამოშალეთ და მონიშნეთ აი ეს მეორე. შემდეგ, როდესაც ამას მონიშნავთ, გამოხვალთ, ნებისმიერ ადგილას გვერდზე დააწვევით და გამოხვალთ. შემდეგ უკვე შედით აი ამ გრაფაში, რომელსაც რიცხვი აწერია. და აი ახლა რომელ გრაფებსაც მე მოვნიშნავ, ზუსტად ასე მონიშნეთ თქვენს კომპიუტერებშიც. ეს გააკეთეთ იმ მასწავლებლებმა, რომელმაც თქვენ თვითონ გაიარეთ Zoom-ის პროგრამაში რეგისტრაცია. ნუ სურვილი შემთხვევაში ეს არის მარტივი გზა იმისთვის, როგორ ჩაატაროთ ლექციები. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც კოლეჯმა გაუკეთა პაროლი და კოლეჯმა გაუკეთა მეილი, აღარ დაგჭირდებათ ეს, იმიტომ რომ ავტომატურად ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავაკეთეთ თქვენი Zoom-ის პროგრამაში. ესე იგი, ის მასწავლებლები, რომლებიც თვითონ რეგისტრირდებოდნენ და მოგწერეს შემდეგ თავისი მონაცემები, გააკეთებენ ახლა ამას იმისთვის, რომ მარტივად გააკეთონ ლექციები. პირველ რიგში დააწერეთ აი აქ ზემოთ მაგალითად ლექცია. შემდეგ მონიშნეთ აი ეს გრაფა. აი შეხედეთ წარწერას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ლექციის დაწყება. შემდეგ მონიშნეთ აუცილებლად აი ეს მეორე გრაფა. თითოეულ Zoom-ს, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება, ენიჭება ინდივიდუალური კოდი და ანუ ID კოდი და პასკოდი კიდევ ცალკე. იმისთვის, რომ ყოველ თქვენ Zoom-ში შესვლის დროს და ლექციის დაწყების დროს აი ეს არ შეიცვალოს და ეს მონაცემები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს უკვე მივაწოდეთ, აღარ შეიცვალოს და გამარტივდეს უფრო მეტად, აუცილებელია, რომ მონიშნოთ აი ეს ველი. ამის შემდეგ აი ეს არ უნდა გქონდეთ მონიშნული მოცდის ოთახი, ანუ waiting room, რომელსაც აწერია, ეს არ მონიშნოთ. ამას თუ მონიშნავთ, მაშინ ყოველ ჯერზე, როდესაც სტუდენტს მოუნდება თქვენთან ლექციაზე შემოსვლა, მოგიწევთ, რომ დაეთანხმოთ და შეიძლება ამან კიდევ უფრო მეტი დაბნელება გამოიწვიოს. ეს გრაფა არ მონიშნოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, რომ ლექციის დაწყების დროს თქვენი ვიდეო კამერა იყოს ჩართული, ან ასევე სტუდენტების ვიდეო კამერა იყოს ჩართული, მონიშნეთ პირველი. თუ გნებავთ, რომ თქვენი ვიდეო კამერა და ასევე სტუდენტების ვიდეო კამერა იყოს გათიშული, როდესაც შედიხართ ლექციაზე ონლაინ, მაშინ მონიშნეთ off.
დაბლა ეს გთავაზობთ, რომ ეს თქვენი შეხვედრა კალენდარში ჩაინიშნოთ ნებისმიერ რომელიმე ადგილას. აი აქ მონიშნეთ მეორე და შემდეგ ნახეთ დაბლა აი ეს წარწერა ჩამოშალეთ პატარა ისრით. აი შეხედეთ პატარა ის არის აქვს. ამას დააწვევით. და აი აქ მონიშნეთ პირველი. ეს ნიშნავს, რომ ანუ თქვენთან შემოსვლა შეიძლება ნებისმიერ დროს ადამიანს თქვენი თანხმობის გარეშე. ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება. ასევე მონიშნეთ აი ეს ბოლო გრაფაც, იმიტომ რომ როდესაც თქვენ დაიწყებთ ლექციას, ეს ლექცია ავტომატურად დაიწყებს ჩაწერას და თქვენ აღარ მოგიწევთ იქ ჩაწერის ღილაკის დააჭიროთ. შეიძლება დაგავიწყდეთ, გამოგჩეთ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ აი აქ ამას მონიშნავთ, ავტომატურად თქვენი ლექცია როდესაც დაიწყებს ჩაწერასაც. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ლექცია აქ დააწერთ ნებისმიერ სახელს, მონიშნავთ ამ გრაფას, შემდეგ დაბლა მონიშნავთ აი აქ აღნიშნულ გრაფას. აი ამას არ შეცვლით თქვენ, არ მონიშნავთ მოცდის ოთახს, დატოვებთ ცარიელს. აქ თქვენ რომელიც გნებავთ, იმას მონიშნავთ, არ აქვს მნიშვნელობა და აუცილებლად ბოლო გრაფაში მონიშნეთ ეს ორი. თუ გნებავთ, რომ მიკროფონიც გათიშული გქონდეს, როდესაც შემოდის თქვენთან სტუდენტი, ესეც შეგიძლიათ მონიშნოთ. შეგიძლიათ ეს არ მონიშნოთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, მონიშნავთ შენახვას. აი აქ ლურჯ გრაფას. დაელოდებით ცოტა ხანს. ეხლა ჩვენ რადგან იქ მივუთითეთ, რომ კალენდარში ჩაინიშნოს ჩვენი შეხვედრა, ავტომატურად გადაგვიყვანს ეს მეილზე. ამიტომ ეს თქვენ არ დაგჭირდებათ. პირდაპირ რომ არ დაიბნეთ, ეს შეგიძლიათ გათიშოთ. ეს ველი ჩაკეცოთ და დაბრუნდებით ისევ თქვენთან. ეხლა შეხედეთ. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ლექციისათვის დაწყების, გავაკეთეთ შეხვედრა, რომელიც უნდა ნახოთ, შეხედეთ ზემოთ არის 4 გრაფა. ეს არის meetings, შეხვედრების დასაორგანიზებელი ნაწილი. აქ როდესაც გადახვალთ, შეხედეთ, აი აქ წერია უკვე ლექცია. აი ამას როდესაც აირჩევთ start, დაწყებას, ავტომატურად თქვენი ლექცია დაიწყება. შეხედეთ, გაიხსნება ასეთი გრაფა, ცოტა ხანს რომ დაელოდებით, ამის გაძიდება შეგიძლიათ აი ასე. შეხედეთ, აი ამით. გამოგიჩნდებათ ალბათ ასეთი ველი, გნებავთ თუ არა მიკროფონის ჩართვა. თუ არ გნებავთ, გათიშავთ ამას. აი ეს გახლავთ ვირტუალური საკლასო ოთახი, რომელშიც სტუდენტები, ვთქვათ, მოვიდა 12 საათი, ხო, უკვე და თქვენ უნდა დაიწყოთ ლექცია. ამისათვის თქვენ წეგან როგორც გაჩვენეთ, გადახვალთ იქ შეხვედრებში, start დააწვევით და უკვე დაიწყება თქვენი ლექცია. დაელოდებით სტუდენტების შემოსვლას. აი შეხედეთ, ჩვენ რადგან იქ მივუთითეთ, რომ ავტომატურად ჩაიწეროს, აი ეს უკვე იწერს და გამოტანილიც არის აქ გრაფა. ამით შეგიძლიათ ნახეთ, აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უჯრები და აქაც შეგიძლიათ გააჩეროთ ჩაწერა. თუ ისევ ამ მისერს დააწვევით, გაგრძელდება ჩაწერა. მაგრამ თუ გვერდზე აი ამ 4 კუთხედს დააწვევით, ჩაწერა შეწყდება. მაგრამ შეხედეთ, თუ თქვენ აქ გათიშავთ ამ ჩაწერას, ის ავტომატურად აღარ ჩაიწერს. შეხედეთ, აი აქ დაიწყებს უკვე ამ ვიდეოს შენახვას და მაშინ თქვენ ხელახლა მოგიწევთ, რომ დაიწყოთ ახალი ვიდეოს ჩაწერა. ამიტომ სანამ არ დასრულდება ლექცია, ძალიან გთხოვთ, გათიშავთ აი ამ ჩაწერას. შემდეგი დავიწყოთ თავიდან. პირველი რაც მინდა რომ გითხრათ, იმისთვის რომ თქვენ ნახოთ თქვენი შეხვედრის ლინკი, ვთქვათ მოგინდათ რომ სტუდენტს გაუზიაროთ, სტუდენტი ვერ შემოგიერთდათ მაგალითად და შეგიძლიათ აი აქ ნახოთ, შეხედეთ მწვანე პატარა გრაფა რომ არის, ეს არის თქვენი შეხვედრის ლინკი. შეგიძლიათ აი ეს დააკოპიროთ და ნებისმიერ ადგილას Facebook-ის ჯგუფში, სტუდენტების ჯგუფში, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი ან ნებისმიერ მეილზე, შეგიძლიათ ეს სტუდენტებს გაუგზავნოთ. ამის გათიშვა თუ დაგჭირდებათ, ნებისმიერ ადგილას დააწვევით Zoom-ს და გაითიშება. აი ეს გახლავთ მიკროფონი. თუ ეს გათიშული გაქვთ, წითელი ხაზი აქვთ გადასმული, ეს არის მიკროფონი და ეს ვიდეო კამერა, მაშინ თქვენ ვერც დაგინახავენ სტუდენტები და ვერც თქვენს ხმას გაიგებენ. იმისთვის რომ ჩართოთ, ერთხელ დააწვევით და აქ მეუბნება მე თვითონ ჩავრთო თუ არა ჩემი კამერა, ჩემი მიკროფონი. ჩავრთავ
და ასევე თუ დამჭირდება კამერის ჩართვაც, ამას დავუწყებთ და კამერაც ავტომატურად ჩაირთვება და გამოჩნდებით. შემდეგი ეს გახლავთ დაცვის ფუნქციები. თქვენ შეგიძლიათ აი ზუსტად ასე მონიშნოთ, როგორც მე მაქვს მაგალითად ახლა აქ მონიშნული, ეს არის რეისი ნებას რთავთ შემოსულ სტუდენტებს. მაგალითად, იყოს ჩატი გააქტიურებული, თვითონ შეცვალონ თავისი სახელი, თვითონ ჩართონ მიკროფონი და ვიდეო და ასე შემდეგ. შეგიძლიათ აი ეს მონიშნოთ და თუ სტუდენტებს დასჭირდებათ, რომ თავისი კომპიუტერის ეკრანი გაგიზიაროთ, მაშინ აი ამასაც მონიშნავთ ამის წინ. თუმცა თავიდან მონიშნავთ ამას, იმიტომ რომ შეიძლება, რადგან Zoom-ი ყველა კარგად არ იცის, შემთხვევით გააზიაროს ეკრანი და ამან შეიძლება გამოიწვიოს რაღაც არეულობები ჯგუფში. შემდეგი ეს შეგიძლიათ აი ეს გამოიყენოთ შეგიძლიათ იმისთვის, რომ ნახოთ შემოსული სტუდენტების სია, იმისთვის, რომ სათითაოდ არ გითხოთ ვინ არის და ვინ არა, როდესაც აი ამას გახსნით, ხედეთ, ამას როდესაც გახსნით, აი აქ გვერდზე გამოგიჩნდებათ სტუდენტების სია. იმისთვის, რომ თქვენი ნახოთ სტუდენტებს მიკროფონი აქვს თუ არა ჩართული, ან კამერა აქვს თუ არა ჩართული, გამართული, როდესაც აი აქ სტუდენტების სახელები და გვარები დაიწერება, იმის გასწვრივ ზუსტად აი ესე როგორც ახლა ჩემთან არის მითითებული, ასე გამოჩნდება. ნუ აქ თუ მიიტანთ, შეგიძლიათ მათ გაუთიშოთ ასევე მიკროფონი და ნუ შეიძლება თვითონ როდესაც სრული ექნებათ ისევ ჩართო. შემდეგი ეს არის ჩატის ფუნქცია. აი ამ ჩატში შეგიძლიათ ნებისმიერი რაღაც დაუწეროთ სტუდენტებს და გაუგზავნოთ, მაგალითად თუ ვინმე ხმა არ გესმით და მათაც თქვენი არ ესმის, ან რაიმე ასეთი, შეგიძლიათ აი აქ დაწეროთ სტუდენტებმა მოგწერონ და შემდეგ თქვენ დაიკითხოთ კითხვები. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველას გაუგზავნოთ ეს წერილი თუ ზოგიერთ მათგანს. ახლა აქ მონიშნულია, რომ ყველა წაიკითხავს. როდესაც თქვენ გეყოლებათ უკვე შემოსული სტუდენტები ან სხვა ადამიანები, აი აქ როდესაც პატარა ისეთ ამას ჩამოშლით, გამოჩნდება სტუდენტების სახელები და სახელები და რომელსაც აირჩევთ, მას გაუგზავნით მხოლოდ ამ შეტყობინებას. თუ მოგინდებათ ჩატის ან სტუდენტების სიის ჩაკეცვა, დააწვევით ისევ აი აქეთ, შეხედეთ ჩატი გაქრა და სტუდენტების სიაც გაქრა. თუ მოგინდებათ რომ გამოაჩინოთ, ისევ აი ამას აირჩევთ და ორივე გამოჩნდება. შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ეკრანის გაზიარება. მაგალითად, გინდათ რომ პრეზენტაცია გააკეთოთ და სტუდენტებს ეს აჩვენოთ. ამისთვის შეხედეთ აი აქ მწვანედ რომ არის მონიშნული, აი ამას აირჩევთ. ნუ ახლა ეს ჩემი Zoom-ი ყოველ ჯერზე მეუბნება რომ ჩართე შენი მიკროფონიო. შეიძლება რაღაცა წაღან Zoom-ში რაღაცებს რა ვეძებდი, მე ეს შემთხვევით დავაყენე. ამიტომ ამას გავთიშავ ხოლმე, თქვენ არ მიაქციოთ ყურადღება. ეკრანის გაზიარების დროს თქვენ გამოგიჩნდებათ, აი მაგალითად მე რა ფაილებიც მაქვს ახლა ჩემთან გახსნილი კომპიუტერში, იმის ჩვენებას მთავაზობს აი აქ ცალ-ცალკე. შეგიძლიათ თქვენ პირდაპირ მთლიანი ეკრანი გააზიაროთ და უკვე მთლიან ეკრანს როდესაც გააზიარებთ, შემდეგ აირჩევთ რისი ჩვენება გსურთ. მონიშნავთ აი აგერ აქეთ და აირჩევთ share. აი ახლა გამოჩნდა ჩემთან ჩემი ეკრანი. და უკვე მე შემიძლია მაგალითად გავხსნა რაიმე დოკუმენტი, ამას უკვე ყველა სტუდენტი და ყველა შემოსული ადამიანი დაინახავს. აი როგორ უნდა მიხვდეთ გაზიარებულია თუ არა თქვენი ეკრანი. შეხედეთ, ზემოთ აწერია რომ მე მაქვს გაზიარებული ეკრანი. ანუ ნახეთ ეს მწვანე გრაფა, რომელიც ზემოთ გაჩნდა, ნიშნავს რომ მე ეკრანი გავაზიარე. შეიძლება ახლა ეს გავთიშოთ. შეგიძლიათ პრეზენტაცია აჩვენოთ, შეგიძლიათ რაიმე მასალა აჩვენოთ, Word-ის დოკუმენტი და ასე შემდეგ. თუ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ეკრანის გაზიარება, შემდეგ წითლად რომ არის შეხედეთ stop share. ამას დააწყვეტთ და თქვენი ეკრანის გაზიარება დასრულდება. ერთ-ერთი ფუნქცია კიდევ, რომელიც აი ამ გაზიარებას აქვს, არის დაფის ფუნქცია. როდესაც აი აქ დაფას მონიშნავთ მეორეს, ანუ მე გირჩევთ რომ პირველი და მეორე ეს ორი გამოიყენოთ ხოლმე, რომ არ დაგაბნიოთ აი აქ დანარჩენმა გამოტანილმა ფაილებმა. პირველი არის მთლიანი ეკრანის გაზიარება, მეორე არის დაფის ჩვენება. მომნიშნავ და შემდეგ დაბლა ლურჯეთ share რომ აწერია ავირჩევ. აი ამ დაფაში შემიძლია დავწერო რაღაცა, მაგალითად სტუდენტს გინდათ რომ რაღაცა აჩვენოთ და ვთქვით არ ხართ საკლასო ოთახში, შეგიძლიათ ტექსტი დაწეროთ აი აქ
ან ტექსტს რომ ნიშნავთ და შემდეგ დაფაზე გადმოხვალთ, ავტომატურად გაჩნდება, შეგიძლიათ ჩაწეროთ რაღაც, შეგიძლიათ შემდეგ ეს წაშალოთ, რაც თქვენ აქ დაწერეთ, შეგიძლიათ შეინახოთ, მთლიანად წაშალოთ, უკან დააბრუნოთ ან შემდეგ წინ დააბრუნოთ და მოკლედ შეგიძლიათ ის დაფაც გამოიყენოთ. როდესაც აღარ მოგინდებათ აი ამ დაფის ფუნქცია, ან გამორთავთ აი ასე X-ით, როგორც მე გავაკეთე, ან ისევ stop share, აი ამ წითელს აირჩევთ, თქვენი გაზიარებაც დასრულდება. ეს როგორც ვთქვით, არის ჩაწერის ფუნქცია, ანუ ახლა უკვე მიმდინარეობს ჩაწერა, შეხედეთ, როდესაც ჯერ არ არის ჩაწერა დაწყებული, აი აქ არაფერი არ არის ნაჩვენები ზედა კუთხეში. როდესაც ჩაწერა არის უკვე დაწყებული, აქ უკვე ნაჩვენებია, რომ ეს ვიდეოს ჩაწერა მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვით, ამით შეგიძლიათ გააჩეროთ და დაიწყოთ და ამით შეგიძლიათ მთლიანად გათიშოთ. ეს არის რაღაც ემოციების გამოხატვა, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ, მაგალითად, როდესაც აირჩევთ, აქ გაჩნდება სხვადასხვა ნაშრომები. შემდეგი ეს არის ვიდეოს დასრულება. შეხედეთ, აი აქ წითლად end აწერია, როდესაც აირჩევთ. პირველი არის, რომ ვიდეო დასრულდეს, ანუ ჩვენი შეხვედრა დასრულდეს სულ ყველასთვის, ვინც შემოსულია და მეორე არის უბრალოდ თქვენ დატოვოთ ეს შეხვედრა და დანარჩენი შემოსული ადამიანები დარჩნენ ისევ აქ. ამას თქვენ როგორც გსურთ, ისე აირჩევთ. სხვა ისეთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ, აი აქ ნახეთ ბოლოში არის mute all, რაც ნიშნავს, რომ ანუ ყველა შემოსულ პირს, როდესაც თქვენ ამას დააწვევით, ყველა შემოსულ პირს ერთდროულად გაუთიშავთ მიკროფონს. აირჩევთ და შემდეგ yes. თუ გნებავთ, რომ თქვენს გარეშე სტუდენტებმა ვეღარ ჩართონ მიკროფონი, მაშინ აი ამასაც წაშლით მონიშნავს და შემდეგ yes აირჩევთ. მაგრამ ჯობია ეს არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ არ დაიბნენ სტუდენტები, შეიძლება ვეღარ ჩართონ თავისი მიკროფონი, თქვენ შეიძლება ვეღარ დაეხმაროთ რაღაც ეტაპზე და ამიტომ წაშლით აი ამ მონიშნავს, უბრალოდ თუ გნებავთ, რომ იმ მომენტში ყველას გაუთიშოთ, აირჩევთ უბრალოდ ამას და შემდეგ yes დაძვით. აი აქ რაც არის ახლა მონიშნული, შეგიძლიათ თქვენთ აი ასე მონიშნოთ თქვენს კომპიუტერებში. ეს არის სხვადასხვა ფუნქციები, მაგალითად თვითონ გქონდეთ უფლება რომ ჩართონ თავისი ხმა, თვითონ შეიცვალონ სახელი და ასევე აი ამას მონიშნავთ, როდესაც სტუდენტები შემოვლენ თქვენთან, ანუ ნებისმიერი ადამიანები, თქვენ გამოგიჩნდებათ, ანუ უბრალოდ ხმას გაიგებთ, რაღაცა Zoom-ს ექნება ხმა. ეს არ მონიშნოთ, ამას თუ მონიშნავთ, მაშინ ყველა სტუდენტს მოუწევს, რომ თქვენს თანხმობას დაელოდოს იმისთვის, რომ შემოვიდეს ლექციაზე. ესეც შეგიძლიათ, როგორც აქ არის მონიშნული, ასე დატოვოთ. ახლა გამოვთოთ ჩვენი შეხვედრა. დავასრულოთ და დასრულების შემდეგ ცოტა ხანს დაელოდებით ის ჩაწერილი ვიდეო, რომელიც წეღან ჩვენ დავიწყეთ მის ჩაწერა, კომპიუტერში სჭირდება რაღაც გარკვეული დრო, რომ შეინახოს თქვენს კომპიუტერებში. ჩვენ გვინდა რომ დრაივზე ატვირთულიყო ეს ყველა ვიდეო, თუმცა დრაივზე ფუნქციები შეიცვალა და ჯერჯერობით ვიდეოების ასე ატვირთვა ვერ ხერხდება. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა ეს ჩაწერილი ვიდეო, რომელიც იქნება, შეინახოთ თქვენს კომპიუტერებში, არ აქვს ძალიან დიდი მოცულობა მაინც და მაინც და შემდეგ ჩვენ გადმოვიწერთ დისკზე, ან ფლეშ მეხსიერების ბარათს და ასე შემდეგ. ხარისხის ცენტრის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ ეს ლექციები იყოს ჩაწერილი, შესაძლოა ჩვენთან მოვიდეს მაგალითად მონიტორინგი და გითხრას, რომ გვაჩვენოთ აი ეს დისტანციურად განხორციელებული ლექციები და ამის მტკიცებულებად ჩვენ ეს აუცილებლად გვჭირდება. სანამ ვიდეო დაასრულებს, ასე ვთქვათ, კონვერტაციას და შეინახავს კომპიუტერი, გეტყვით, რომ Zoom-ს აქვს ესეთი ფუნქცია, ანუ უფასოდ რომ გამოვიყენოთ ჩვენ Zoom-ი, აი ეს ჩვენი შეხვედრები ყოველ 45 წუთში ითიშება. თუმცა, როდესაც პირველად ატარებს ადამიანი შეხვედრას, Zoom-ი საჩუქრად ულიმიტოდ სთავაზობს, ასე ვთქვათ, როდესაც პირველად ჩაატარებთ ამ ლექციას,
ან თუ პირველად უკვე გაქვთ ჩატარებული, ნახავდით, რომ 45 წუთის შემდეგ არ ითიშება ის ავტომატურად. გაითიშება მაშინ, როდესაც თქვენ გათიშავთ. მაგრამ როდესაც უკვე თქვენ მეორედ დაიწყებთ ამ შეხვედრას, მაშინ უკვე 45 წუთის შემდეგ ეს ავტომატურად გაითიშება. როდესაც გავა ეს 45 წუთი, ანუ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი ლექციები იყოს 40 წუთიანი, თქვენს და სტუდენტებით შეისვენებთ 10 წუთით და შემდეგ ისევ ხელახლა აი აქ შეხედეთ, როდესაც ჩვენ Zoom-ი გავხსენით, ხომ გამოგვიჩნდა აი ესეთი ველი, შემდეგ ჩვენ გადავალთ ისევ აი აქ ზემოთ meetings შეხვედრებში და ავირჩევთ ლექციის ქვემოთ, ანუ ეს ხო ჩვენ გავაკეთეთ წეღან ეს შეხვედრა. ლექციის ქვემოთ ავირჩევთ start და ხელახლა შეხედეთ ისევ დაიწყო ეს ჩვენი ლექცია. ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ ახალი ლინკის შექმნა, სტუდენტებისთვის ამის გაზიარება და ასე შემდეგ. თქვენ აი ავტომატურად, როდესაც ამას ერთხელ გააკეთებთ Zoom-ში შესვლის დროს, აი ეს თქვენთან გაჩნდება start და ყოველ ამაზე დაჭერით თქვენ შექმნით ახალ ლექციას. მე შეხედეთ ახლა რადგან გამოვედი იქიდან ის ვიდეო გაქრა. ანუ სანამ აი ეს ერთი ვიდეოს ჩაწერა არ დასრულდება, ნუ გახსნით ახალ შეხვედრას, იმიტომ რომ შესაძლოა რომელიმე შეხვედრის ვიდეო დაიკარგოს. დაელოდეთ ცოტა ხანს და ახლა მე თქვენ გეტყვით, სად ინახავს ჩვენი კომპიუტერი აი ამ ვიდეოებს, იმისთვის რომ თქვენ შემდეგ დაგჭირდეთ ამისი ნახვა. შეხვალთ აი ამ ველში, შეხედეთ კომპიუტერი. შემდეგ აი აქ არის documents, შეხედეთ, ამას გახსნით და Zoom-ი ავტომატურად ქმნის ფოლდერს, რომელსაც Zoom აი ესე აწერია და აი მას როდესაც გახსნით, დღეების მიხედვით და დროების მიხედვით ყველა თქვენი ჩაწერილი ლექცია იქნება აი აქ შენახული. აი მაგალითად დღეს მე რამდენიმე შეხვედრა ჩავიწერე მაგალითად და აი აქ მაქვს ეს შეხვედრის ვიდეოები შენახული. თუ თქვენ დაგჭირდებათ ამისი ნახვა, შეგიძლიათ აი ესე მოძებნოთ თქვენი ვიდეოები. აი უკვე სრულდება ჩვენი ვიდეოც და ჩვენ უკვე მაგალითად შეგვიძლიათ ჩავთოთ და ვნახოთ ჩვენი ვიდეო. მედი აქ გახსნის ახლა. ან მაგალითად ეს Zoom-ში რომ ვიყავით ახლა ჩვენ შესულები, თვითონ Zoom-ის ფუნქციები არ ჩანს და რადგან მხოლოდ მე ვიყავი Zoom-ში, ჩანს მხოლოდ ჩემი ფოტო. თქვენთან როდესაც სტუდენტებიც იქნებიან შემოსულები, ნუ გამოჩნდება ყველაფერი, რაც ხდება Zoom-ში ასე. ესე იგი კიდევ ერთი რაც მინდა რომ თქვენ გითხრათ, ანუ როგორც მივხვდით და როგორც გითხარით, უკვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმისთვის რომ დაიწყოთ თქვენი ლექცია, მაგალითად 12 საათზე ან პირველ საათზე არის თქვენი ლექცია, ცხრილში ეს გექნებათ თქვენ აღნიშნული, შეხვალთ Zoom-ის პროგრამაში, შემდეგ აირჩევთ meetings და შემდეგ თქვენ რასაც შექმნით აი აქ ლექცია დააწერეთ ჯობია, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე შექმნათ სხვადასხვა დროს და ნუ ლექცია რომელიც იქნება, იმას აირჩევთ ხოლმე. აი ამის შემდეგ დააწვევით start და დაიწყება თქვენი შეხვედრა. თუ ყველაფერს ისე მონიშნავთ, როგორც მე ვიდეოს დასაწყისში მოგანიშნინეთ, აღარ დაგჭირდებათ თქვენი დადასტურება სტუდენტებისთვის, როდესაც შემოვლენ და ვფიქრობ, უფრო გაგიმართლდებათ. გეტყვით ჩვენ სტუდენტები როგორ შემოგიერთდებიან თქვენ. აი შეხედეთ ის ვიდეო, ხა მოკლე ვიდეო, რომელიც წეღან ჩვენ ახალი შეხვედრა გავხსენით, ავტომატურად ჩაიწერა და გადმოვიდა აი ამ ფაილში. სტუდენტებს შეხედეთ ყველა Zoom-ის მომხმარებელს, როგორც უკვე ვთქვით, აქვს თავისი ინდივიდუალური ID კოდი და პასკოდი. თქვენ ეს შეგიძლიათ აი აქ ნახოთ. ჩვენ სტუდენტებს ზუსტად აი ეს ID კოდი და ეს პასკოდი გავუგზავნეთ და ცხრილებშიც ექნება მოცემული და როდესაც თქვენ დაიწყებთ ლექციას სტუდენტების აი ამის გამოყენებით, პასკოდის და ID კოდის გამოყენებით, ზუსტად თქვენს ლექციაზე
მოხდებიან. სწორედ ამიტომ გითხარით დასაწყისში, რომ ზუსტად ისე მოგენიშნათ ყველაფერი, როგორც მე მოვნიშნე, იმისთვის, რომ აი ეს პასკოდი და აი ეს აიდები არ შეიცვალოს. იმიტომ რომ Zoom-ს აქვს ესეთი ფუნქცია, როდესაც ქმნით ახალ შეხვედრებს, თუ არ მონიშნავთ აი აქ მაგალითად ამას, რომ ყოველთვის თქვენი პერსონალური ID გამოიყენოთ, ცვლის ამ ID მონაცემებს და ყოველ ახალ შეხვედრას აქვს ახალი მონაცემები. ეს ასე რომ არ მოხდეს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველაფერი ისე მონიშნეთ, როგორც გითხარით. სულ ეს იყო, რაც მინდოდა Zoom-ის შესახებ მეთქვა და რაც თქვენ ამ ეტაპზე დაგჭირდებათ. თუ რაიმე გაუგებარია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და შეგიძლიათ თავიდან ჩართოთ ეს ვიდეო და იმის პარალელურად, რაც მე გავაკეთე, თქვენ ზუსტად იგივე გააკეთოთ Zoom-ში. როგორც უკვე გითხარით, სამშაბათიდან დაიწყება დისტანციური ლექციები საპილოტო რეჟიმში, სადაც სტუდენტებიც ჩაერთვებიან და მასწავლებლებიც და შევხედავთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. გისურვებთ წარმატებებს.